მევსაუბრობ იმ დიპლომატიაზე, რომელიც თქვენი ქვეყნის განადგურებას მოუღებს ბოლოს, ბატონო პრეზიდენტო. ჩემი აზრით, ეს არის უპატივცემულობა ამერიკის მედიის წინაშე, ასე ხისტად საუბარი, რადგან თქვენ ამჟამად გაქვთ ადამიანურ ძალასთან დაკავშირებული პრობლემები და არასრულწლოვნებს მიერეკებით წინა ხაზებზე. გასაგებია თქვენზე უკეთ მე ვიცი უკრაინაში არსებული მდგომარეობა. კი, მაგრამ მე თვალს ვადევნებ ახალ ამბებს და ვიცი რაც ხდება თქვენ ვარს ამბობთ ამაზე, რომ ასე ვთქვათ, აწყდებით პრობლემას, რომ გაიწვიოთ ხალხი ჯარში. იმიტომ რომ თქვენ ახლა იმყოფებით ამერიკის შეერთებულ შტატებში, თეთრ სახლში და უტევთ იმ ადმინისტრაციას, რომელიც თქვენი ქვეყნის განადგურებისგან დაცვას ცდილობს. ომის დროს ყველა აწყდება პრობლემებს, თქვენც კი, მაგრამ თქვენ გაქვთ ძალიან დიდი ოკეანე შუაში და არაფრის გეშინიათ, მაგრამ მომავალში ეს სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს. რა თქმა უნდა, ღმერთმა დალოცოს ამერიკა. არ გველაპარაკოთ იმაზე, ჩვენ რას ვგრძნობთ მომავალში. არ გეუბნებით ამას ნამდვილად. მე უბრალოდ ჩემს პოზიციას ვაჟღერებ. თქვენ არ იმყოფებით ახლა იმ პოზიციაში, რომ გვიკარნახოთ ჩვენ რას ვგრძნობთ მომავალში. ჩვენ ძალიან კომფორტულად ვიქნებით მომავალში, ძალიან კარგად და ძლიერად. თქვენ ამჟამად არ იმყოფებით კარგ პოზიციაში. ომის გამო არ ვართ კარგ პოზიციაში. ომის დაწყებიდან მოყოლებული ვიმყოფები ძალიან ცუდ პოზიციაში. რა თქმა უნდა, გასაგებია, მაგრამ თქვენ არ გაქვთ საჭირო, ასე ვთქვათ, კოზირი იმისათვის, რომ ასე ილაპარაკოთ. თქვენ ფსონად ჩამოდიხართ მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს. თქვენ ფსონად დებთ მესამე მსოფლიო ომის საფრთხეს და თქვენ ასეც აკეთებთ, არის უპატივცემულობა ამ კონკრეტული ქვეყნის მიმართ. მე პატივს გცემთ პირადად თქვენ და პატივს გცემ მთლიანად თქვენს ქვეყანას. გასაგებია, მაგრამ თქვენ წახვედით პენსილვანიაში და ოპოზიციისათვის გამართეთ კამპანია, ჩაერთეთ კამპანიაში და წახვედით იმ პრეზიდენტის წინააღმდეგ, რომელიც ცდილობს თქვენი ქვეყნის გადარჩენას. თქვენ ფიქრობთ, რომ თუ ხამაღლა ისაუბრებთ უკრაინის ომის შესახებ, ის არ საუბრობთ ხომ? თქვენი ქვეყანა არის ძალიან ცუდ სიტუაციაში. თუ შეიძლება დამასრულებინეთ, თქვენი ქვეყანა არის ძალიან ცუდ სიტუაციაში. მე ვიცი, თქვენ ვერ მოიგებთ ამ ომს. ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ ვრჩებით ჩვენს ქვეყანაში, ჩვენ ვიბრძვით. ომის დასაწყისიდან ჩვენ ვიყავით მარტო და მე ნამდვილად ვარ მადლიერი დახმარებისათვის. ჩვენმა სულელმა პრეზიდენტმა 350 მილიარდი დოლარი გადმოგცა. ჩვენ მოგეცით ასევე სამხედრო აღჭურვილობა. ვიცი, რომ თქვენი სამხედროები არიან ძალიან მამაცები, მაგრამ ეს ჩვენი შეიარაღება რომ არ გქონოდათ, ომი დასრულდებოდა 2 კვირაში. დიახ, ეს პუტინისგანაც მომისმენია, რომ 3 დღეშიც კი დასრულდებოდა, 2 კვირაში დასრულდებოდა. ეს უკვე ძველი ისტორია. მე ძალიან ბევრჯერ გადაუხადე მადლობა ამერიკას. გასაგებია, რომ რაღაცებზე ვერ ვთანხმდებით, მოდი ახლა შევამსუბუქოთ ეს უთანხმოებები იმის ნაცვლად, რომ მედიის წინაშე ვიდაოთ, როდესაც თქვენ მცდარ პოზიციას აჟღერებთ, იმიტომ რომ ვიცით, რომ ეს არის მცდარი პოზიცია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს აქ ვიმყოფებით, სწორედ ამიტომ მოვაწყოთ ეს ყველაფერი. თქვენ უნდა იყოთ მადლიერი. თქვენ არ გაქვთ შესაბამისი კოზირები, რომ ასე ილაპარაკოთ. თქვენი ხალხი იხოცება, თქვენ გიმთავრდებათ სამხედრო ძალა და ამის შემდეგ მეუბნებით, რომ ცეცხლის შეწყვეტა არ მინდა. ცეცხლის შეწყვეტას ვერ მოვაწერ ხელს და მინდა, რომ განვაგრძო ეს პროცესი. თუ ცეცხლის შეწყვეტის პროცესი თქვენი ჩართულობით მოხერხდება ახლა, ეს აუცილებლად უნდა გააკეთოთ. მე ვთქვი, რომ მინდა ომის შეჩერება, მაგრამ ჭირდება გარანტიები. კითხეთ აბა ჩვენ ხალხს, რას ფიქრობენ ისინი ომის შეწყვეტის შესახებ. ეს იყო ბაიდენის პოზიცია, რომელიც არც ისე ჭკვიანი იყო, რომ გაგრძელებულიყო ომი. გასაგებია, მაგრამ ჩვენ ახლა თქვენს პრეზიდენტობაზე ვსაუბრობთ. მე გადმოგეცით ჯაველინები, რათა გაგენადგურებინათ მტრის ტანკები. ობამამ გადმოგცათ არაფერი და ტრამპმა გადმოგცათ ჯაველინები. ეს ვიცით. ამიტომ მადლიერება უფრო მეტად უნდა გამოხატოთ ჩემ მიმართ, იმიტომ რომ ჩვენთან ერთად თქვენ გაქვთ შესაბამისი კოზირები, მაგრამ ჩვენ გარეშე არ გაქვთ ეს ძლიერი შლები. კი ბატონო, უბრალოდ ეს პოზიცია უნდა შეიცვალოს.
I understand that it's a heated conversation right What are you now. saying? She's asking what if Russia breaks the ceasefire? რა მოხდება თუ კი what if რუსეთი anything? დაარღვევს What ცეცხლის if a შეწყვეტის bomb შეთანხმებას? drops on your head right მაშინ now? რა მოხდება თუ კი ბომბი Why did they დაგვეცემა ამ წამს I don't know, თავში? they broke არ it with ვიცი. Biden because Biden ბაიდენთან didn't რატომ respect him. They didn't შეწყვიტეს, respect Obama. რატო დაარღვიეს შეთანხმება ეს They ვიცი, respect იმიტომ რომ მას პატივს არ სცემდნენ. Let me tell you, Putin ვიცი went რომ through a hell of a ობამას lot არ with სცემდნენ me. He პატივს, went through a მაგრამ მე phony მცემს witch hunt პატივს. where they ეს used ვიცი. him and Russia. Russia. You ever hear that რუსეთი deal? That was a ჩემმა phony. წინა მორბედებმა გამოიყენეს როგორც Hunter საფრთხობელა. Biden, Joe Biden scam. ეს იყო ჯო ბაიდენის Shifty Adam Schiff. სკამერული სქემა. Democrat scam. დემოკრატიული პარტიის სკამერული სქემა We didn't end up in a war. და საბოლოოდ მივიღეთ ომის He was შედეგად. accused of all that stuff. He had nothing to do with it. ის დადანაშაულებული იყო ამ ყველაფერში. Bathroom. It came out of Hunter Biden's bedroom. ეს ყველაფერი წამოვიდა ბაიდენისგან. და ეს ყველაფერი იყო საშინელება. და შემდეგ ყველაფერი გაბრალდა რუსეთს. 51 აგენტს. ყველაფერი ეს იყო სკამერული სქემა, მაგრამ მას არ ქონდა არჩევანი. გასაგებია რომ პუტინმა დაარღვია ობამასთან, ბუშთან და ბაიდენთან შეთანხმებები, ვიცი რომ დაარღვია, ან შეიძლება არც დაურღვევია, არ ვიცი ზუსტად რა მოხდა, მაგრამ ჩემთან ვერ დაარღვევს შეთანხმებას. თუ ჩემთან უნდა შეთანხმება, მე ვიცი რომ ამ შეთანხმების მიღწევა შეგვიძლია. მაგრამ პრობლემა არის ის, რომ თქვენ ვერ იქნებოდეთ ძლიერ პოზიციაში ამერიკის გარეშე. თქვენი ხალხი არის ძალიან მამაცი, მაგრამ ან მოაწერთ შეთანხმებას ხელს, ან ჩვენ დავტოვებთ ამ მოლაპარაკების პროცესს და თუ ჩვენ დავტოვებთ, მაშინ ნახავთ, რომ სიტუაცია ძალიან გართულდება. თქვენ არ გაქვთ ძლიერი